ლევან სანიკიძე იმყოფება ჩვენთან და ლევან გამარჯობა და მადლობა რომ მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ლევან, მოდით დავიწყოთ აქტუალური საკითხების მიმოხილვა. ამ ბოლო დროს შეფასების საგანია არა მხოლოდ ის, რას აკეთებს ქართული ოცნება, არამედ ისიც, რას ამბობენ და რა ნაბიჯებს დგამენ ოპოზიციური პარტიები. შეიძლება ითქვას, რომ აქტიური შეფასების, ესე ვთქვათ, ქვეშაა ოპოზიციური სპექტრიც ამ პროცესში კი საკმაოდ ესე ვთქვათ კრიტიკული შეფასებები ისმის ოპოზიციის მისამართით. რამდენად საფუძვლიანი გგონიათ ოპოზიციის მისამართით გამოთქმული კრიტიკა, ეს მინდა გკითხოთ და რამდენად საფუძვლიანი გგონიათ შეფასება, რომ ოპოზიციური სპექტრი ვერც ქართულ ოცნებას, როგორც ასე ვთქვათ, პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს აფასებს სათანადოდ და ვერც ეფექტურად მოქმედებს სახელმწიფო ძალის წინააღმდეგ. როგორ ვფიქრობთ, რატომ მოხშირდა კრიტიკა ოპოზიციური სპექტრის მისამართით? მოგესალმებით კიდევ ერთხელ. მე მგონია, რომ ზოგადად აი ამ პროტესტის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი არის ის, რომ სამოქალაქო საზოგადოების პოზიცია კიდევ უფრო გაძლიერდა და ეს არ გულისხმობს მხოლოდ ქართული ოცნების მიმართ გამოხატულ პოზიციაში და კონტროლში, არამედ ეს გულისხმობს უფრო მაღალი თამასის დაწესებას ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის, იმიტომ რომ იმდენად მნიშვნელოვანი არის ამ პროცესის ფასი, როგორი იქნება ქართული სახელმწიფო გავაგრძელებ თუ არა, ევროპული ინტეგრაციისკენ სწრაფვას ვიქნებით თუ არა, თავისუფალი საზოგადოება იქნება თუ არა, სამართლიანი სასამართლო პოლიტპატიმრები ისევ იქნებიან თუ არა ციხეში, ამ ქვეყანაში არჩევნების ჩატარებას ექნება თუ არა აზრი. რა თქმა უნდა, ამ კრიზისის ავტორი და შემოქმედი არის ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ ამ კრიზისის დასრულების თანაავტორი თუ არა, შეიძლება მთავარი შემსრულებელიც უნდა გახდეს ქართული ოპოზიცია, რომელიც ამ წუთის მდგომარეობით მე ესე შევაფასებდი, რომ არის გარდამავალ პერიოდში 26 ოქტომბერსა და რაღაცა ახალ საპროტესტო ტალღას შორის. იმ თვალსაზრისით, რომ რასაც აქამდე ვაკეთებდით, მე მგონია, რომ აღარ არის საკმარისი იმისთვის, რომ საზოგადოების რაღაცა გულმხურვალი სიმპათია დავიმსახუროთ. აი თქვენ თქვით, რომ გაიზარდა საპროტესტო აქციების ფონზე სამოქალაქო საზოგადოება. რატომ ვერ იზრდება პოლიტიკური სპექტრი? აი რაშია პრობლემა, რაშია მიზეზები? მოდით იმასაც ვიტყვი, მე არ დავიწყებ გამართლების მცდელობას, მაგრამ როდესაც ამ ტიპის ავტორიტარიზმია სახელმწიფოში, სადაც მედიასაც სერიოზული პრობლემები ექნება, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება სერიოზული საფრთხის წინაშეა, პოლიტპატიმრები არსებობენ, სადაც პოლიტიკურ პარტიებში არის ძალიან დიდი ფინანსური კრიზისი, ხო? იმ თვალსაზრისით, რომ ივანიშვილი ყველანაირად ცდილობს, რომ დაფინანსების წყაროები არ არსებობდეს. ეს არის ობიექტური მოცემულობა, რომ ამ ქვეყანაში ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ოპოზიცია იყოს სუსტი, მაგრამ მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანია თვითონ ოპოზიცია როგორ მოქმედებს ამაზე და როგორ რეფლექსირებს. მე მაინც მიმაჩნია, რომ ძალიან ბევრი ნაბიჯი არის გადააზრების ქვეშ მოსაყოლი იმ თვალსაზრისითაც, რომ 26 ოქტომბერთან დაკავშირებითაც არ მომხდარა ის ანალიზი, რაც ჩემი აზრით უნდა გაკეთებულიყო. ბუნებრივია, რომ არჩევნები ტოტალურად გაყავდა, მაგრამ ის რომ ჩვენ ბევრად უფრო მეტი დასკვნა უნდა გამოგვეტანა იმ კატასტროფასთან დაკავშირებით, რამაც ივან მაგალითად არის ის, რომ ეს არჩევნებიდან რამდენიმე თვის თავზე არსებული მოცემულობა, რა შეგეშალათ მაშინ, რა ვერ შეაფასეთ ისე, როგორც უნდა შეგეფასოთ? მე მაინც გონია, რომ ჩვენ არ შევაფასეთ ქართული ოცნების და რუსეთის ფედერაციის ურთიერთდამოკიდებულება, მიუხედავად იმისა, რომ ყველანი ვამბობდით და დეკლარირებდით, რომ ეს არის პოლიტიკური ორგანიზაცია, რომლის უკანას დგას რუსეთი, ამ დონის სპეცოპერაციის ჩატარებას ვერ ვარაუდობდით, რაც მხოლოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს დონეზე არ მომხდარა და აქ რუსული სპეცსამსახურები იყვნენ ჩართული და ეს არაერთმა დასავლელმა მნიშვნელოვანმა ლიდერმაც დაადასტურა საკუთარ გამოსვლებში, მაგრამ აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი მზადება პირველი უნდა ყოფილიყო ის, რომ ქართული ოცნების პროპაგანდა არ უნდა მიგვეტოვებინა, მათ შორის ომის ნარატივთან დაკავშირებით. მე მივეკუთვნები ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც მაშინაც თვლიდა და ახლაც თვლის, რომ როდესაც ქართული ოცნება საუბრობს აშკარა ტყუილზე, პასუხი იქვე უნდა გაეცეს და ეს არ უნდა იყოს ყურადღების გადატანა რაღაც სხვა თემაზე, როდესაც თქვენ მე მკითხავთ ომის ნარატივზე, მე არ უნდა გიპასუხოთ ეკონომიკაზე, მე ეს არასწორი მგონია და ამას საზოგადოებაც ხედავს. მეორე ეს არის მაშინაც ვერ მოხდა გამსხვილება, არავინ არ საუბრობს საუკეთესო შემთხვევაში ჩვენ მომხრე ვიყავით ერთიანი საპარლამენტო სიის და ერთიანი ფრონტის, რაც ამ ქვეყანაში ყოველთვის მაინც ცვლილების და გამარჯვების მომტანი იყო, მრგვალი მაგიდიდან დაწყებული, ქართული ოცნებით დამთავრებული, ყველა კოალიციური იყო, მაგრამ არ მოიაზრებდა ყველა ოპოზიციური მოთამაშის შიგნით გაწევრიანებას, მაგრამ მინიმუმ მე მაინც ვრჩები იმ აზრზე, რომ ორბანაკად რომ გავსულიყავით და ყოფილიყო გადაჯგუფება, ბევრად უფრო მეტი შანსი იყო ხმების დაცვისაც და კიდევ უფრო მეტი ადამიანის დარწმუნების, რომ არჩევნებში მოსულიყო ვიდრე
ახლა არის და რაც თავარია ბუნებრივია რომ არსებობდა კონკრეტული რისკი. ხდება თუ არა იგივე შეცდომების დაშვება ოპოზიციური ძალების მხრიდან და აი მოდით დავკონკრეტდეთ ვინ ქმნის ოპოზიციურ სპექტრში ასე ვთქვათ არეულობას აი რომლები არიან ის ძალები რომელთა გამოც ტოვებთ შთაბეჭდილებას რომ თქვენი ნაბიჯები არ არის თანმიმდევრული და ვითარების შესაბამისი და არც ისე ეფექტურად გამოიყურებით. აი ნაციონალური მოძრაობის ცალკეული ლიდერის მხრიდან მაგალითად განსაკუთრებით გიორგი ბახარიას პარტიის მისამართით ისმის მწვავე კრიტიკა კონკრეტულად ლევან ხაბეიშვილი არ მალავს ყოფილი პრემიერის გუნდის პოზიციონირების მიმართ უკმაყოფილებას. რამდენად დაეთანხმებოდით ხაბეიშვილს და რა ეშლება ყოფილი პრემიერის გუნდს მაშინ ასეც გითხავთ. მოდით მე ესეთ რაღაცას გეტყოდით რომ გახარიას გუნდთან დაკავშირებით არსებობს ჩემი მხრიდანაც რამდენიმე პოზიცია, რომელიც კრიტიკულად განმაწყობს მის დღევანდელ პოზიციონირებასთან დაკავშირებით. პირველი ეს არის საპარლამენტო მანდატების დატოვების საკითხი. მე მესმის ის არგუმენტაცია, რასაც ის აჟღერებს, რომ იმუნიტეტისთვის, საპარლამენტო იმუნიტეტისთვის, ასევე საპარლამენტო დაფინანსებისთვის მნიშვნელოვანია ამის შენარჩუნება, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ამ ქვეყნის სიყვარული და მათ შორის აქციაზე გასვლა და პირობითად ჩვენი დემონსტრანტების თუ თანამოქალაქეების გვერდში დგომა მაინც და მაინც არ გულისხმობს რომ უნდა გქონდეს იმუნიტეტი. ის ხალხი ვინც ციხეში ზის, ახლა ის 50 ადამიანზე მეტი, საპარლამენტო იმუნიტეტის გარეშე შეუძლიათ ამ ქვეყნისთვის ბრძოლა და სიყვარული ეს ერთი. მეორე ეს არის ზოგადად ანტაგონისტური დამოკიდებულება რაღაც გაერთიანებების მიმართ, მათ შორის დასწრების თვალსაზრისითაც კი. ჩვენ კარგად უნდა ვხედავდეთ ოპტიკური აქმა ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე რიგ მიდგომებში, როდესაც სხვა პარტიის ლიდერები, თავმჯდომარეები იკრიბებიან, გიორგი გახარია ყოველთვის ცდილობს რაღაცნაირ დისტანცირებას. მე მაინც მგონია რომ თავარი პრობლემა გახარიას გუნდთან დაკავშირებით მე რაც მაქვს, მე მგონია რომ ისინი არიან 26 ოქტომბრამდე რეჟიმში დარჩენილები, სადაც ისევ საუბრობენ პარტიულ იდენტობაზე, გამიჯვნაზე, რაღაცა საკუთარი ხედვების წარმოდგენაზე, საარჩევნო მარათონში ეს არის გადასარევი და ესეც უნდა იყოს, მაგრამ ჩვენ არ ვართ საარჩევნო მარათონის რეჟიმში. საპარლამენტო არჩევნების თარიღი არის უცნობი. ივანიშვილს აქვს ნათქვამი, რომ 2028 წლამდე საპარლამენტო არჩევნები არ იქნება. შესაბამისად, ამ ფორმაციაში ყოფნა, როგორც ის იქცეოდა 26 ოქტომბრამდე, მიმაჩნია გაუმართლებად. მათ შორის ის ნარატივები, რომელსაც აჟღერებდა აბსოლუტურად ხელაღებით, რომ ნაციონალური მოძრაობის და ქართული ოცნების შორის სვამდა ტოლობის ნიშნებს და ეს იმდენად მიუღებელია, რომ ახლა თუ კი ურთიერთთავდასხმებზე არ გადავდივართ, ეს არ გულისხმობს, რომ ეს თეზა მხოლოდ და მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობას უნდა ეხებოდეს და აი ეს თავდასხმა ახსენეთ და შეიძლება ითქვას, რომ ნაციონალური მოძრაობა ერთ-ერთი პირველია, ვისი მისამართითაც ეს თავდასხმები მოდის, მათ შორის ცალკეული ოპოზიციური ძალების მხრიდან. აი წლებია ნაციონალური მოძრაობა ოპოზიციის ერთიანობაზე საუბრობს, მაგრამ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან იღებთ მართლაც კრიტიკას და თავდასხმას. აი რა გონიათ მიზეზები იმის, რომ აი გაწვდილ ხელზე, ასე ვთქვათ, იღებთ კრიტიკას, არას და მეტიც თქვენგან დისტანცირებას. ეგო, საკუთარი ვიწრო პარტიული პოლიტიკური ინტერესები და კონტექსტის არასწორი აღქმა. ჩვენ რამდენიმე დღის წინ ვესწრებოდით ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრას პოლიტპატიმრების ოჯახის წევრებთან, რომლებიც ღიად და აბსოლუტურად გასაგებად ითხოვდნენ თანადგომას და ერთიანობას. ეს ყბადაღებული ერთიანობა სხვათა შორის ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც თქვენ გაიგონებთ ოპოზიციონერი პოლიტიკოსისგან სიტყვა საერთო სიას, ეს ნიშნავს, რომ ის არის ორიენტირებული, რომ ეს ერთიანობა არ შედგეს, იმიტომ რომ საერთო სია ეს არის ერთიანობის ბოლო წერტილი. იქამდე მნიშვნელოვანია შევთანხმდეთ რიგ საკითხებზე. შემდეგ უნდა მოხდეს სრული კოორდინაცია აქციებთან დაკავშირებით, საერთაშორისო ურთიერთობებთან დაკავშირებით, ფონდებთან დაკავშირებით, პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით, თვითმმართველობის არჩევნებზე საერთო პოზიციასთან დაკავშირებით, ივანიშვილის ხელისუფლებასთან სხვადასხვა ფორმით დაპირისპირებასთან დაკავშირებით, ურთიერთთავდასხმაზე მორატორიუმის გამოცხადებასთან დაკავშირებით. ხო ხედავთ რამდენი საკითხია. მერე არის უშუალოდ საარჩევნო საკითხები, როგორ არჩევნებს ვითხოვთ, რა ვადაში ვითხოვთ, რა საარჩევნო ადმინისტრაციით, ტექნიკური მთავრობით თუ არატექნიკური მთავრობით, ეს არის გასარკვევი. მერე ამისთვის არის ივანიშვილის იძულება საჭირო. ივანიშვილის იძულების შემდეგ უკვე მოდის არჩევნების დანიშვნის თარიღი და აი არჩევნების დანიშვნის შემდეგ უნდა გაირკვეს საერთო სიით გავდივართ თუ ცალ-ცალკე და ეს ყველა რაც მანამდე ვთქვი, ეს ყველა ფაზა თუ გამოტოვებულია და პირდაპირ ბოლოთ იწყებ, ეს არის ჩემი აზრით
ცდილობა რომ აპრიორი ჩაიშალოს იმის. გიორგი ვაშაძე საუბრობს სხვა შორის ერთიან სიაზე, რომელიც თქვენი კოალიციის წარმომადგენელი. ერთიანი სია ეს არის სულ ბოლო ნაწილი, რა თქმა უნდა, პოლიტიკოსებს აქვს. ვაშაძის მიმართ რა კითხვები შეიძლება არსებობდეს? ვაშაძის მიმართ ერთიანი სია მე მგონია რომ ამ ვითარებაში სამწუხაროდ, რასაც ასხივებს პოლიტიკური სპექტრი არის გამოუსვლადი ჯერჯერობით, მაგრამ რომ გამოვიდოდეს, იქნებოდა გადასარევი. იმ თვალსაზრისით რომ ჩვენ ხო რა გვინდა, ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს რომ დღევანდე აი ხვალ რომ ბიძინა ივანიშვილმა საპარლამენტო არჩევნები დაგვინიშნოს, იგივე თამაშის წესებით, იგივე ცესყოთი, იგივე შინაგან საქმეთა სამინისტროთი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურით, ჩვენ თუ ვამბობთ რომ ვებრძვით რუსეთის ფედერაციის ემისრებს საქართველოში, არ ვიცი რამდენად სწორია 4, 5, 6 და 20 ფრონტით გასვლა. და მიმაჩნია რომ ამ შემთხვევაში გამსხვილებები იქნება ძალიან კარგი. ვისაც გაერთიანება შეუძლია, მე ამის თქმა შემიძლია ვთქვა, თუ ყველა ვერ ერთიანდება, ვისაც გაერთიანების უნარი და შნო აქვს, იმის გაერთიანებაც საჭიროა. არ არის აუცილებელი რომ ყველა ერთად მოხდეს. თუ 2 ხდება, ესეც საკმარისია. 4 ხდება, ესეც საკმარისია. არ ვიცით იქნება ახალი საპარლამენტო არჩევნები თუ არა, მაგრამ ვიცით რომ იქნება თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარე წლის ოქტომბერში. თქვენ აქციებზე დაკავებულთა მშობლებთან შეხვედრა ახსენეთ და ამ შეხვედრის კონტექსტში თვითმმართველობის არჩევნებზეც მინდა დაგისვათ ერთი კითხვა. აი სწორედ ამ შეხვედრიდან, როგორც ამბობენ, გამოვიდა ინფორმაცია, რომ ამ საკითხზე, ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე, მკაფიო არ არის ორი პარტიის პოზიცია, მამუკა ხაზარაძის და ამ შემთხვევაშიც გიორგი გახარიას, ასე ვთქვათ, პარტიებზე არის საუბარი. აი თქვენ თუ გაქვთ კითხვები და ეჭვები უკვე როცა საქმე ეხება თვითმმართველობის არჩევნებს და რამდენად უნდა იყოს თუნდაც არჩევნებამდე ამდენი თვით ადრე ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის პასუხი მკაფიო საკითხზე იღებს თუ არა არჩევნებში მონაწილეობას. ნახეთ ამ შეხვედრას ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზა გააჩნია ერთ-ერთმა ოჯახის წევრმა, რომ ისინი არ იბრძვიან საკუთარი შვილების და ოჯახის წევრების თავისუფლებისთვის, არამედ მათთან ერთად იბრძვიან ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის და ეს სავაჭრო საგანი არ უნდა გახდეს. ანუ არჩევნებში შესვლა არ შესვლა პოლიტპატიმრების ტყვეობის და რაღაცა აი ამ ტყვეთას ყიდვის რაღაცა ხელშეკრულების ნაწილი არ უნდა გახდეს. რაც შეეხება ბუნდოვან თუ არაბუნდოვან პოზიციას, ჩვენ როდესაც საუბრობთ ერთიანობაზე, ან რასაც სალომე სურაბიშვილი ამბობს, რაღაცა აი ამ მუდმივად ინფორმაციის მიმოცვლაზე, ან საერთო პოზიციების შეჯერებაზე, ერთ-ერთი უპირველესი საკითხი არის თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებული თემა. იმიტომ რომ ეს არის ქართული ოცნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სავაჭრო საგანი, რომლითაც შესაძლებელია ოცნებამ მიიღოს გარკვეული სახით ხელისუფლებაში დარჩენის ლეგიტიმაცია. შესაბამისად, მე მიმაჩნია, რომ ერთ-ერთი უპირველესი, რაც ჩვენ დღის წესრიგში უნდა იყოს, რომ შევთანხმდეთ საერთო პოზიციას. აი, როდესაც საუბრობთ და ძალიან ცუდად აქვს ხო ჩვენ საზოგადოებას ჩარჩენილი შალმიშელის შეთანხმებასთან დაკავშირებული საკითხი. ამის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ხო რა იყო, რომ ოპოზიცია საბოლოო ჯამში სრულად შევიდა არჩევნებში პარლამენტში, მაგრამ შევიდა სამ ნაწილად. ჯერ შევიდა ორი პარტია, მერე სამი და ბოლოს შევიდა ნაციონალური მოძრაობა. ამ ვითარებაში ხა უბრალოდ წარმოუდგენელია, რომ არსებული ცესკოთი, ივანიშვილის ერთპარტიული პარლამენტი, ივანიშვილის მონა მთავრობა, ხო? ივანიშვილის მიერ აღიარებული პრეზიდენტი მხოლოდ, ხო? არც ერთმა ნორმალურმა სახელმწიფომ დასალურმა ის არ აღიარა როგორც პრეზიდენტად და მას ხელს არ ართმევენ, მაგრამ ამავე დროს ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი რეპრესიული ფონი, ხო? ჯარიმები. ეს სურათი დღევანდელი სტატუს-კვოდან გამომდინარე საშუალებასაც არ გვაძლევს, რომ ვისაუბროთ თვითმმართველობის არჩევნებზე შესვლაზეც კიდე. რაც შეეხება პოზიციის ბუნდოვანება, არ ბუნდოვანებას, მე მიმაჩნია, რომ ეს არ უნდა დარჩეს ასე და 31 მარტის აი ეს მოლოდინი რაც არსებობს, მიმაჩნია, რომ ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელზეც საზოგადოებას უნდა გაეცეს პასუხი, არის რა პოზიცია აქვს ოპოზიციური პარტიებს იყოს დარჩენილი 7 თვე. იცით როგორ არის, რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ, რომ ეს არის ქართული ოცნების შემოგდებული თემა, კი და არა პასუხი ჩემი აზრით შესაძლებელია. იმ დათქმებითაც მათ შორის, რომ ეხლა თუ ყველაფერი იცვლება, ცესკო იცვლება, ივანიშვილის ტექნიკური მთავრობა მოდის, ვადამდელს თუ ნიშნავს, სხვა ამბავია, ხო, მაგრამ აი დღესაღამოს რა პოზიცია გვაქვს, ხო უნდა ვიცოდეთ არა, რომ ამ ცესკოში პოლიტპატიმრებით, ერთპარტიული ხელისუფლებით, დასავლეთთან სრული იზოლაციით, ოპოზიციის ფრაგმენტაციით შევდივართ არჩევნებში თუ არა. მე მიმაჩნია, რომ ამ ვითარებაში ეს შეუძლებელია და ეს თემა დასახურია, მაგრამ ჩვენი ბრძოლა თუ მოიტანს ამ ყველაფრის ცვლილებას,
და საპარლამენტო არჩევნების თარიღთან დაკავშირებით ბუნდოვანება მოიხსნება და საერთოდ ჩაინიშნება, ლევონ, თქვენ სალომე ზურაბიშვილი ახსენეთ და რამდენიმე წუთი მასაც დაუთმოთ ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა ყოველ შემთხვევაში შორიდან ასეთი შთაბეჭდილება რჩება ნაციონალურ მოძრაობას არც ზურაბიშვილის განცხადებები და პოზიციონირება მოსწონს ბოლო პერიოდში. აი, რას ერჩით ზურაბიშვილს ეს რომ გითხრათ უფრო კონკრეტულად, რა არის ის ესე ვთქვათ კითხვები და პრეტენზიები, რაც სალომე ზურაბიშვილის მიმართ გაქვთ? ჩვენ არაფერს არ ვერჩით. ჩვენ ჩამოყალიბებული პოზიცია გვაქვს, რომ ამ ქვეყანას არ ყავს მეექვსე პრეზიდენტი და მიხეილ ყაველაშვილი არის მხოლოდ ქართული ოცნების ამომრჩევლის, შეიძლება არაუმრავლესობისთვის, მათ ამომრჩევლშიც კი არსებობს აზრი, რომ შეუსაბამო არის ამ თანამდებობისთვის, მათი პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით გვაქვს ჩამოყალიბებული პოზიცია, მაგრამ ამავე დროს გვაქვს იმის თქმის საშუალებაც, რომ მის მიმართ ბევრად უფრო მეტი მოლოდინები არსებობს, რაც დღეს არის სისრულეში მოყვანილი და ჩვენ 31 მარტს ველოდებით მისგან უფრო უკეთესი კონსტრუქციის შემოთავაზებას და ოპოზიციის რაღაც ფორმით ერთიანობის შეთავაზებას მე კარგად მესმის და ეს უკვე ყველასთვის ცხადზე უცხადესია რომ შეიძლება რიგ საკითხებს ვერ მოხდეს შეთანხმება, მაგრამ რაზეც მოხდება შეთანხმება, ის მაინც რო გახდეს ცნობილი. სალომე ზურაბიშვილის როლი ამ თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი. და ხა ნაციონალურ მოძრაობას ძალიან დიდი ვიწრო პარტიული ინტერესი აქვს უკან გადადებული და მიმაჩნია რომ ეს ამ შემთხვევაში არის სწორი, მაგრამ არსებობს კონკრეტული საკითხები, რომელთან დაკავშირებით მუდმივად გავაკრიტიკებთ სალომე ზურაბიშვილს, რაც გულისხმობდა მიხეილ სააკაშვილის თავის დროზე შეწყალებას და აღმოჩნდა, რომ თურმე ამ შეწყალებას სამართლებრივადაც გქონია ფასი, იმიტომ რომ აი ამ შეყრებითობის პრინციპს ვერ გამოიყენებდნენ მის საქმესთან დაკავშირებით და რაც თავარია მიხეილ სააკაშვილის პოლიტპატიმრობის საკითხი სალომე ზურაბიშვილს, რომელიც არის ამ ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტი და დღეს ის არის ამ ფრონტში, ხო, პროდასალურ ფრონტში ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა მათ შორის მიხეილ სააკაშვილთან ერთად, მე მგონია რომ ისეთი კლასიკური მაგალითი არის უსამართლობის დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტი და პოლიტიკური დევნის, რომ არ უნდა ერიდებოდეს ამის თქმა. აი ისევ ლევან ხაბეიშვილი უნდა ვახსენო, თქვენ კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი მიიჩნევს, რომ ზურაბიშვილი აღარ არის საქართველოს პრეზიდენტი. აი თქვენ კი თქვით, რომ მიხეილ ყაველაშვილიც არ არის პრეზიდენტი, მაგრამ ამავე დროს სალომე ზურაბიშვილს არა პრეზიდენტს, არამედ მეხუთე პრეზიდენტს უწოდებთ. ეს რას ნიშნავს? მე ამის თქვა შემიძლია რომ არ ნიშნავს იმას, რომ სალომე ზურაბიშვილს ერთგვარად ჩამოართვით ის ლეგიტიმაცია, რომელიც არავითარ შემთხვევაში ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან ერთად და ქართულ ხალხთან ერთად ვინარჩუნებთ იმ პოზიციას, რომ საქართველოში უკანასკნელი ფიგურა, რომელსაც აქვს ლეგიტიმაცია სახალხო ფორმით მიღებული, ეს არის სალომე ზურაბიშვილი და ის მიგვაჩნია ისო პრეზიდენტად, ბუნებრივია ჩვენ ამ პოზიციაზე ნარჩუნდებით, მაგრამ როდესაც ახალი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება და ავირჩევთ დემოკრატიული წესით პრეზიდენტს, ის იქნება ახალი პრეზიდენტი. ახლა მეხუთე პრეზიდენტი და ეს ნუმერაცია არ გულისხმობს, რომ მის დღევანდელ სტატუსთან გვაქვს რაიმე კითხვის ნიშნები. მე მგონია, რომ ამ შემთხვევაში იმდენად მნიშვნელოვანი არის მათ შორის ჩვენი დასავლელი პარტნიორების პოზიციაც, რომ აი ბუნებრივია სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებული თქვენ ეს თქვით, რომ რაღაც პრეტენზიები გაქვთ. ჩვენ ისევ მიგვაჩნია ის ამ ქვეყნის ბოლო ლეგიტიმურ ფიგურად, მათ შორის დასავლეთთან ურთიერთობაში და ამ შემთხვევაში ბევრად უფრო მეტი პრეტენზია წარმოგვეშობა, იმიტომ რომ ის თუ ყოფილ პრეზიდენტად მიგვაჩნია, ან უბრალოდ ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერად, ნაკლები მოთხოვნა გვექნებოდა მათ შორის სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით. ლევან, ერთი კითხვით ნაციონალური მოძრაობის ცენტრალური ოფისის გაყიდვაზეც მინდა კითხოთ და რატომ? აი პარტიის ცალკეული წევრი გამოთქვამს ღიად უკმაყოფილებას, რომ ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არ იყო არც აქტივთან განხილული და არც პოლიტსაბჭოს წევრებთან შეთანხმებული. ასეთი პროცესები უნდა იყოს ღია და გამჭვირვალე, რადგან რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას ვერ მოიგებს მხოლოდ ლიდერთა ვიწრო წრეო, ასეთია მაგალითად ლაშა ფარულავას პოზიცია. აი რა ხდება უშუალოდ ნაციონალურ მოძრაობაში? მოდით ამასაც კითხავთ, ხომ არ ჩანს, რომ გარკვეული პრეტენზიები არსებობს, აი ლიდერთა ფართო წრის მისამართით, რაზეც ფარულავა საუბრობს და შესაბამისად არც ისე დაალაგებულია თქვენს კოალიციაში თუ პარტიაში ისევ შიდა პოლიტიკური სიტუაცია. პირველი ამ პოსტის შემდეგ ჩატარდა
ჩვენ 2 დღის წინ მქონდა პოლიცსაბჭო და ყველა ეს კითხვის ნიშანი უკმაყოფილება სამართლიანი გულისწყრომა არის აღმოფხრილი და ეს მიზეზები პარტიის ლიდერების მიერ იქნა განმარტებული და არავითარი კითხვის ნიშანი აღარ არსებობს. ეს გამოწვეული იყო მათ შორის ხელისუფლების იმ ავტორიტარული პოლიტიკიდან, რომ არ მომხდარიყო უბრალოდ ამ ხელშეკრულების ჩაშლაც, იმიტომ რომ ჩვენ სამწუხაროდ ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა არის უმძიმეს ფინანსური კრიზისის ქვეშ, აქამდეც ესე იყო. ბუნებრივია იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ დღემდე ვრჩებით ივანიშვილის ყველაზე სახიფათო ოპონენტად და ამას მოწმობს მიხეილ სააკაშვილისთვის წლების დამატებაც, ის ფინანსური კრიზისი რაც ჩვენ გვექნება, ის წარმოუდგენელი ზეწოლა რაც მიმდინარეობს ნაციონალური მოძრაობის და მისი ახალგაზრდული ორგანიზაციის მიმართ, ოფისის შევარდნებით და მოლოტოვის კოქტეილების ჩადებით დაწყებული, ასევე ჩვენი რამდენიმე წევრი დღემდე არის პოლიტიკური პატიმარი, მიხეილ სააკაშვილის მიღმა, სხვა წევრებიც და ამ ვითარებაში ბუნებრივია, მათ შორის ეს გადაწყვეტილება ოფისის გაყიდვასთან დაკავშირებული იყო როგორც ფინანსურ საკითხებთან, ისე პარტიის აი ამ ერთგვარ გადაჯგუფებად თბილისის ცენტრში, სადაც კიდევ უფრო მეტი ხელმისაწვდომობა უნდა ქონდეს ჩვენ სამომრჩეველს. რჩება და ბოლოს კიდევ ერთი ამჯერად ლევან ვარშალომიძის შესახებ მივაწოდოთ მაყურებლებს ინფორმაცია. თქვენი პარტიის ინფორმაციით ის რამდენიმე დღის წინ ყაზახეთში დააკავეს. ახლა პარტია ამბობს, რომ ყაზახეთის იზოლატორიდან ის უკვე გათავისუფლებულია. რა იცით ლევან ვარშალომიძეზე, ეს რომ გითხრათ მაყურებლებს? ლევან ვარშალომიძესთან დაკავშირებით ძალიან აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა სხვადასხვა სახელმწიფოების საელჩოებთან, საკონსულოებთან. სამწუხაროდ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ქართული სახელმწიფოს მხრიდან რა თქმა უნდა არ იქნა ის ნაბიჯები გადადგმული, რაც უნდა გადადგმულიყო, იმიტომ რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს ან თუნდაც საელჩოს რომ განცხადება გინახავთ ამასთან დაკავშირებით, არადა ლევან ვარშალომიძე არ არის მხოლოდ პოლიტიკური ფიგურა და ნაციონალური მოძრაობის წევრი, ის გახლდათ აჭარის აი ამ დიდი რეფორმის მთავარი ავტორი მიხეილ სააკაშვილთან ერთად, ასევე უკრაინაში იკავებდა ძალიან მნიშვნელოვან თანამდებობებს და ის არის აი ამ რეგიონალური მასშტაბით მნიშვნელოვანი აქტორი, ხო? მისი დაკავება იმ მიზეზით, თუნდაც და გადაცემაზე საუბარი, რაც რუსებს სურთ, რომ უკრაინაში რუსეთის საწინააღმდეგო მოქმედების განხორციელებაში ის არის ზოგადად სამარცხვინოსია და ყველა ის ადამიანი, რომელიც იქ არის ასახული, საქართველოს მოქალაქე იმსახურებს ბევრად უფრო მეტ ყურადღებას და რატომ გამოუშვეს ასე ვთქვათ, თუკი ბრალდებები? ეს იყო აქტიური ჩართულობა, მაგრამ როგორც უკრაინული მხრიდან, ისე სხვადასხვა ქვეყნების მხრიდან, რომლებიც ბევრად უფრო სწრაფად მობილიზდნენ ვიდრე ქართული სახელმწიფოს წარმომადგენლები. ეს არის სამწუხარო რეალობა, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს სხვა ქვეყნის წარმომადგენლები უფრო ეფექტურად და სწრაფად იცავენ. ეს პროცედურა ბოლომდე არ არის დამთავრებული, მაგრამ ბევრად უფრო პოზიტიურად ვართ განწყობილი, იქიდან გამომდინარე, რომ ის მან უკვე დატოვა იზოლატორი და ბევრად უფრო მეტი საერთაშორისო ყურადღებაც არსებობს მის საკითხთან დაკავშირებით.